ყოველდღიურად ხდება იერიშის მიტანა საქართველოსზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. ეხლა რიშმა, სენატორმა რიშმა გააკეთა განცხადება, მოდით დავიწყოთ დასანქცირებით. ამათ გონიათ ეხლა რეალურად დასანქცირებით. ამათ გონიათ აი ესეთი მუქარებით საქართველოს გატეხენ. საქართველოს ვერ გატეხა ვერც თურქ-მონღოლებმა, ვერც არაბებმა, ვერც ირანელებმა. უამრავი მტერი ესეოდა საქართველოს და აი ესეთი მუქარით, ესეთი შემოსევებით, ესეთი შემოტევებით ვერავინ ვერ გახდა საქართველოს. და ამათაც გონიათ რომ ეხლა გააკეთებენ იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გაუგებარი და გაუგონარია ასეთი რიტორიკა და აი აქ მათი დასაყრდენი მოღალატეების პოლიტიკა, რომელიც წარმოებს საქართველოს მიმართ, გონიათ რომ შედეგს გამოიტან. მიდის განსაკუთრებით დიდი იერიში იმ ადამიანზე, ვინც საქართველოს გადაარჩინა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთიანობის, საქართველოს სიძლიერის და საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი. მე ამის თქმა თამამად შეიძლება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩვენ კლავად სააკაშვილის რეჟიმის ქვეშ ვიქნებოდით, მეგობრებო. გაიხსენეთ ყოველგვარი ნიკიბ-მოკიბის გარეშე შემიძლია ვთქვა, რამდენი ათასი ადამიანი იკრიბებოდა, 100,000-ობით ადამიანი იკრიბებოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შეძლო ვინმე დემონტაჟის განეხორციელება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღესაც სააკაშვილის რეჟიმი გვექნებოდა. გამოჩნდა ეს ადამიანი და დაასრულა სააკაშვილის რეჟიმიც და დასავლეთის დიქტატურა ქვეყანაში, რომელმაც შეკრიბა უამრავი ადამიანი და მოხდა ის, რაც ჩვენ ვიყიდეთ 2012 წელს. 2012 წლიდან თავს მოგვახვიეს ეს კოჰაბიტაცია და 2012 წლიდან მუდმივად საქართველოზე მიდის შეტევები და ბიძინა ივანიშვილზე. ყოველდღიურად ვისი სახელი და გვარი გაისმის მათი მხრიდან ივანიშვილი. იმიტომ რომ საქართველოს დღევანდელი სიძლიერის და საქართველოს უსაფრთხოების გარანტი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მათ უნდათ რომ ამ ადამიანის წაქცევით წააქციონ ჩვენი ქვეყანა. სწორედ აი ესეთ დიდ ადამიანებზე იყო ყოველთვის საქართველოს სიძლიერე. რომ არა დავით აღმაშენებელი, რომ არა გიორგი ბრწყინვალე, რომ არა თამარ მეფე, საქართველოს არ იქნებოდა. ყოველთვის ისტორიულ ყოველ ჭრილში დიდი ადამიანები წვეთდნენ ქვეყნის ფერს. რომ არა დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე საქართველოს არ იქნებოდა გაერთიანებული. ასევე არის ეს ადამიანი. ამ ადამიანმა გაგვათავისუფლა ჩვენ დამპრობლებისაგან. სააკაშვილის დამპრობლებისაგან, ამ სააკაშვილის ურდოებისაგან, რომლებიც ხალხს აუპატიურებდნენ, რომლებიც ხალხს ხოცავდნენ. ეხლა ვიღაცისთვის ძალიან ადვილია ეს საუბარი სააკაშვილის რეჟიმზე, როდესაც სახლშიც კი ჩუმად ლაპარაკობდნენ ადამიანები, ციხიდან პატიმრები რო გამოდიოდნენ, მათ არ შეეძლოთ ხმამაღალი საუბარი, შეჩვეული იყვნენ ხმადაბლად საუბარს. ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ. დღეს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თურმე დღეს ეკონომიკას და ბიზნესს ვიღაცა ატერორებს. გეკითხებით ერთი მაგალითი დამისახელეთ, როდესაც ვინმე სახელმწიფოს გადაუფორმა ბიზნესი. და მე მაშინ გკითხავთ, რატო მაშინ უჩნდებოდათ ბევრს ეს გზნობა, რომ ბიზნესებს აფორმებდნენ სახელმწიფოზე. იმიტომ რომ ღამის ნოტარიუსების მეშვეობით ხდებოდა ეს ყველაფერი და სააკაშვილი ატერორებდა ბიზნესს. დღეს ყველა თითეული ბიზნესმენი სუნთქავს თავისუფლად და არავის არ გაჩენია სურვილი, რომ თავისი ბიზნესი გადაეფორმებინა მაგალითად სახელმწიფოსათვის. და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა. ყველგან ომი აქვს, მეგობრებო, გახედეთ, გამოხედეთ, ყარაბაღის ომი, სირიაში ომი, აგერ ახლოს აღმოსავლეთში ომი, აგერ რუსეთის, უკრაინის ომი, ყველგან არის ცეცხლი გიზგიზებს. და ამაზე გიждდებიან, რომ აქაც ვერ ააგიზგიზეს ეს კოცონი ომისა და უბედურებისა. და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კაცი, რომელმაც ააშენა 1000-მდე ეკლესია, კაცმა, რომელმაც 1000-მდე ეკლესიის რესტავრაცია მოახდინა, კაცმა, რომელმაც სამების ტაძარი ააგო, კაცმა, რომელმაც ააგო უამრავი შენობა, რომელიც არის სკოლა, ბაღი, რომლის მეშვეობით აშენდა
სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ეს არის ყაზარმები, ეს არის აგრეთვე შესაბამისი უწყებები, რომლებიც ემსახურება პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს. სააკაშვილი დადიოდა ხსნიდა ყაზარმებს და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული ფულით შექმნილი ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მაშინ იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომლებსაც ხელფასები გაეზარდა. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იხსნებოდა და მისი ფინანსური გარკვეული ნაკადების შემოდინებით ხორციელდებოდა იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება და ერთი სიტყვა არავის არ ჰქონდა დაძრული ივანიშვილთან დაკავშირებით. თუ რამე შეიქმნა გაკეთდა ეს ყველაფერი ივანიშვილმა გააკეთა. ივანიშვილმა შთაბერა სული აჭარის სანაპიროს, როდესაც შეკვეთილი კაციშვილმა არ იცოდა და დღეს ხედავთ, რომ რამხელა სამუშაოები გაკეთდა. ხეები გადაიტანაო, ამბობდნენ, ესე იგი სიცოცხლე გაუმწარეს ამ ადამიანს და რა უნიკალური ბოტანიკური ბაღი არის შექმნილი. და მაინტერესებს, ეხლა თვითონ შედის მარტო თუ თქვენ შედიხართ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ ის უნიკალური საკონცერტო დარბაზი, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, ის უნიკალური საკურორტო ზონები აბასთუმანში, ასევე სხვა წერტილებში, სადაც კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავი ბედნიერად. ამდენი გზა, ამდენი სკოლა, ამდენი ბაღი არც ერთხელ არ გაკეთებულა არც ერთ სოფელში. თითეული სოფელი გაზიფიცირებულია, მიყვანილია წყალი, მიყვანილია გზა, მაგრამ ეს ეხლა არავის არ ახსოვს, მეგობრებო. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში გაკეთდა და მისი აქტიური დახმარება. და დღეს ეს ადამიანები, ეს ნაძირალა ადამიანები, ეს საქართველოს მტრები, იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს სტაბილურობა, კეთილდღეობა, ეკონომიკური წისვლა მოუტანა, ეს ექცევიან, მეგობრებო. ეს ის იმ ტკივილთან შედარებით არაფერია, რასაც ხალხი 10 დღეა უძლებს. ის თავიანი ყოფილა. Idu mokda gashavda. Ara. Tagura gogete. ეს არის თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სოლიდარობას უცხადებენ. ეს სექტანტები, ეს სატანისტები, ხედავთ რა საკეთებენ ხალხო. ესეთი ავადმყოფები არ არიან ეხლა. ეხლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგაც გამოდიოდა ხალხი და აპროტესტებდა, მაგრამ ესე არავინ არ იქცეოდა. ესენი არიან სატანისტები არიან ხალხო ესენი. ესენი ნორმალურები არიან და მე მიკვირს ზოგიერთი კულტურის, ხელოვნების მუშაკები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ წყინვალე თაობას თურმე სოლიდარობას უცხადებთ. ჩხიბავებს უცხადებთ სოლიდარობას. მეპირფალოსებს უცხადებთ სოლიდარობას. ქვეყნის ამაოხრებლებს, რუსთაველის დამწველებს უცხადებთ. თქვენ ის ხალხი არა ხართ რუსთაველზე იმ წარსულში გაივლიდით და გიამაყებოდათ ამ შესანიშნავ პროსპექტზე სიარული. დღეს მაინტერესებს თქვენ ეს მოგწოთ და ამას უცხადებთ სოლიდარობას. ჩხიბავების რევოლუციას უცხადებთ სოლიდარობას. გაოგნებული ვარ, მეგობრებო, არ ვიცი მე, ესეთი რამე საქართველოს არ ახსოვს, რომ ასეთი ძალა უპირისპირდებოდეს ქვეყანა. შეხედეთ, რატომ ებძვიან ივანიშვილს, ვინ ებძვის ივანიშვილს, შეხედეთ. არ გამოხანებიეთ გამოგვიყვანცალით, აქ ჩეხამ, შავტარიანი დანითი. წავარდეს ორივე სახედვარი ხალბი თვალი, გაიარა ეზო, მოეტახა თეძო, წავიდა წისქვეში, ამოხდა წინწქვეში, გაიარა საბძელი, დაემსო თვალი სამზერი. არ გამოხანებიეთ გამოგვიყვანცალით, აქ ჩეხამ, შავტარიანი დანითი. წავარდეს ორივე სახედვარი ხალბი თვალი, გაიარა ეზო, მოეტახა თეძო, წავიდა წისქვეში, ამოხდა წინწქვეში, გაიარა საბძელი, დაემსო თვალი სამზერი.
სადამდე მივიდნენ ეს სატანისტები, ეს ნაძირლები, სადამდე მივიდნენ, რომ უკვე ამ სატანისტური რიტუალების ჩატარებას აღარ ერიდებიან. ეს ყველაფერი მოდის იმ ებრაული დაჯგუფებებიდან, რომლებიც ჩაბუდებული არიან ძირითადად ამერიკაში და მთელ მსოფლიოზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. ეს არ არის სახუმარო თემა. ეს არის სერიოზული ამბავი. მე მინდა გავიხსენოთ ცნობილი ფაქტი, როდესაც სატანისტურმა ებრაელმა დაჯგუფებებმა ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში 1960-იან წლებში სწორედ ასე მსხვერპლად შეწირეს ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც წამებით მოკლეს. დიდი სკანდალი იყო ატეხილი. მაშინ ცნობილმა როთშილდების ოჯახმა ადვოკატებიც კი გამოუგზავნეს და ციხეს გადაარჩინეს. ეს არ არის სახუმარო ამბავი. ეს არის პირდაპირი მუქარა სატანისტების მიერ, რომელსაც სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, მეგობრებო. და აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან დიდი გონიერება. ჩვენ გვემუქრება სატანისტები, ჩვენ გვემუქრება ფაშისტები, ჩვენ გვემუქრება ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს მიმართ განხორციელებული ასეთი შეტევების ცდილობენ ქვეყანას დაასუსტოთ. დიახ, დღეს უსაფრთხოების, დიახ, შვიდობის ხაზი გადის ბიძინა ივანიშვილზე. იმიტომ რომ ყოველთვის პიროვნებები იხსნიდნენ საქართველოს. ასე იყო დავითის, თამარის, გიორგი მწყილვალის დროს, ასე იყო ჩვენი დიდი მეფე ერეკლე მეფის დროს. ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ დიდი ადამიანები, საქართველო ვერ გადარჩებოდა. და ასე არის, ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ივანიშვილი მოევლინა ამ ქვეყნის ხსნელად. და ამიტომაც არის რომ ამ ადამიანს ამდენი ადამიანი ებძვის.